ნეიროგრაფიკა ეს გახლავთ ყოველთვის გონებასთან და ქვეცნობიერთან მუშაობა. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ გარკვეული ტექნიკა მისი შესრულების დროს, ის რაც არის მოცემული ავტორისგან, პაվել პისკაროვისგან. დამერწმუნეთ მეგობრებო, ძალიან დიდხანს ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ მეთოდიკაზე. ამიტომ, როდესაც გადაკვეთის ადგილების სწორად მომგვალებას ვაკეთებთ, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ, რომ ეს მომგვალება შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც არის ტექნიკაში მოცემული. აქ მე თქვენ პატარა ლაიფჰაკს გაჩვენებთ, როგორ გააკეთოთ სწორად. წარმოიდგინეთ, რომ გადაკვეთის ყოველ ადგილას თქვენ წრის დახატვას იწყებთ. და როგორ დაიწყებთ ამ წრის დახატვას, ანუ წრე უნდა ჩახატოთ ამ პატარა გადაკვეთის კუთხეებში. წარმოიდგინეთ, რომ წრეს ხატავთ, თუ გნებავთ გამოიყენეთ ამისთვის პატარა ღილი ან რამე მგვალი საგანი და სწორედ ასე გააკეთეთ მომგვალება. ანუ შიგნიდან გარეთ იწყებთ წრის ხატვას. წრის მეოთხედს ხატავთ გადაკვეთის კუთხეებში. აი ხა მე აქ დაგიხატეთ წრე, კიდევ გაჩნდა აქ პატარა კუთხე, ამასაც მოვამგვალებ და არ ვერიდებით, რომ შავი ფერი, შავი მარკერი იყოს ბევრი. განსაკუთრებით თუ თქვენ სქელი მარკერით ხატავთ და ხატავთ დიდ ფურცელზე, აი ასე მკვეთრად უნდა ჩანდეს მომგვალება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ტექნიკებიც, ამას მე თქვენ გაგიზიარებთ ჩემს კურსებზე, სადაც ვიყენებ ნეიროგრაფიკის ტექნიკასაც სხვა ტექნიკებთან ერთად. აი ნახეთ, კიდევ უფრო კარგად რომ ნახოთ, ბევრი გადაკვეთის ადგილი შევქმნით ნეიროხაზებით და აი ვიწყებთ მომგვალებას. ვამგვალებთ შიგნიდან გარეთ, შიგნიდან გარეთ, შიგნიდან გარეთ. ყოველთვის შიგნიდან გარეთ. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი, რაც უნდა დავიცვათ ნეიროგრაფიული ნამუშევრის შექმნისას. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ნეიროგრაფიკას ხატავთ თუ უბრალოდ ნეიროარტს აკეთებთ, ორივე ვარიანტში ყოველთვის გადაკვეთის ადგილები სწორად უნდა იყოს დამუშავებული. თუ რატომ ამაზე მოგიყვებით ჩემს ღია ჯგუფში ნეიროარტი, რომელიც მაქვს ტელეგრამში და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შემოვიდეს ამ ჯგუფში, ნახოს იქ ჩემს მიერ გაზიარებული ალგორითმები, იქ ვატარებ ასევე ხშირად პირდაპირ ჩართვებს და შეგიძლიათ ხატოთ ჩვენთან ერთად. აი ამ მაგალითზე გაჩვენებთ შეცდომით როგორ აკეთებენ მომგვალებას. წერტილის დასმა გადაკვეთის ადგილზე მომგვალებას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ამ დროს კიდევ უფრო მეტი კუთხე წარმოიქმნება, ხოლო ჩვენი მიზანია კუთხეები აღარ იყოს გადაკვეთის ადგილებში. ეხლა ამას გაჩვენებთ უკვე ორი ფიგურის გადაკვეთის მაგალითზე. აქაც წარმოიქმნა კუთხეები და მასაც აი ესე ფართოდ ვამგვალებთ კუთხეებს შიდა მხრიდან, შიგნიდან გარეთ. და მივიღებთ ესეთ პატარა ვარსკვლავს. აი ასე არ უნდა გავაკეთოთ. უნდა მოვამგვალოთ აი ასე დიდად და ვრცლად. და კიდევ ერთხელ დასაწყისში შეგიძლიათ პატარა ღილი გამოიყენოთ, რომ უფრო კარგად გაიგოთ როგორ აკეთებთ მომგვალებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა კუთხე შევარბილეთ, ყველა კუთხეს მივეცით წრის დაწყების ფორმა.